შეცდომა დაუშვა და დღეს საზოგადოება ამ შეცდომის გამო გარკვეულად ესე ვთქვათ დაზარავდა. უნდა მივანიშნოთ. ეხლა ვეგეტყვით, როდესაც საზოგადოებამ აბსოლუტური მანდატი მისცა ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ მან უბრალოდ მოატყუა ქართველი ხალხი, როდესაც კოჰაბიტაცია შეთავაზა საქართველოს მოსახლეობას ნაციონალურ მოძრაობასთან ნაცვლად სამართლიანობის აღდგენისა, ამის და მიუხედავად პირდაპირ ვიტყვი ახლა მხოლოდ იმის გამო რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ძალიან ბევრი მილიარდები, მხოლოდ ამის გამო საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა დაუჭირა ადამიანს მხარი, რომლის შესახებაც არაფერი არ იცოდა. ანუ მე მახსოვს მაშინ ძალიან ესე ვთქვათ ნათლად მეუბნებოდა ზოგიერთი ადამიანი, რომ იცი რა ქალბატონინო, დღეს ისეთი სიტუაცია ბიძინა ივანიშვილმა ჯოხი რომ დააყენოს საქართველოში პრეზიდენტად, ჯოხი გავაო. მე არ მინდა ხა მარგოლაშვილი ჯოხს შევადარო ნამდვილად, იმიტომ რომ ამ ადამიანს აქვს ესე ვთქვათ ისევე როგორც ყველა ადამიანს დადებითიც და უარყოფითიც და მე მას ვიცნობ საკმაოდ კარგად და ბევრი მისი დადებითი თვისებაც ვიცი. თუმცა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი არც დადებითი თვისება იცოდა და არც უარყოფითი და არც თუნდაც ის დადებითი, რაც შეიძლება მემცოდნოდა. ანუ ფაქტიურად მათთვის ის იყო აბსოლუტურად უცნობი პიროვნება, აი მართლა რო თქვა, რომ აი ლამის მართლა ჯოხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააყენა, მაგრამ მისცეს მას ხმა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს ენდნენ. როცა საზოგადოება ასეთ შეცდომას უშვებს და ასე თავის ბედს მიანდობს აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, ერთ ადამიანს, მით უმეტეს ადამიანს, რომელსაც არ აქვს არანაირი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მართვის გამოცდილება და რომელსაც კი ბატონო, კარგი საქმეები აქვს, ნამდვილად ნაკეთები, მაგრამ ძირითადი მისი დამსახურება არის ის, რომ მან ძალიან დიდი ფული შოვა და მერე ნაწილი ამ ფულის ნამდვილად მოახმარა კარგ საქმეებს. აი, შემდეგ რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას ის სირთულეები, რომელიც დღეს არის. ეს თქვენ რასაც მიანიშნებთ, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ძალიან მწარე გამოცდილება. ჩვენ ასე ერთ პიროვნებას ვენდეთ ერთ შემთხვევაში, მეორეში, მესამეში არა, ამიტომ ჩვენ ალბათ ისე კარგად უნდა აუხსნათ ეს, რომ ასეთი საფრთხე ბუნებრივია კიდევ არსებობს წინ ყველა არჩევნებში, ასეთი საფრთხისაგან თავის აცილებისათვის საჭირო არის, რომ ადამიანება იფიქრონ არა მარტო ლიდერზე, არამედ ეს ლიდერი რას წარმოადგენს, მის უკან რა დგას. ეს ფული დგას დაუშვათ ბატონი ივანიშვილის შემთხვევაში, ეს დგას რაღაცა ემოცია და ამერიკული ტემპერამენტი თუ შეზავებული უკრაინულთან დაუშვათ სააკაშვილის დროს, ეს დგას სოფლიო გამოცდილება შევარდნაძესთან თუ ეს დგას დაუშვათ სუპერ ეროვნული განწყობა გამსახურდიასთან, მის უკან რა დგას კიდევ, რა პოლიტიკური ძალა დგას, რა არის მათი იდეოლოგია, რა არის მათი მიზანი, რა არის მათი პროგრამა, რას გვთავაზობენ ისინი და ასეთ შემთხვევაში ხალბატონ ბოდიშით, ხალბატონ ნინო, იმიტომ რომ მე ძალიან მინდა რომ თქვენი რესურსი სრულად გამოვიყენო, რომ გავიგოთ ჩვენ ეს, რატომ არ შექმნა არც ერთმა მართველმა ამ ლიდერებმა ნორმალური პარტია მართველი პარტია, თუნდაც არც გვალიმაგიდის დროს, არც მოქალაქეთა კავშირი, არც ნაციონალური მოძრაობა, დღეს ქართული ოცნების კოალიცია ხო საერთოდ გაუგებრობა, იმიტომ ეს არის ზაპოროჟიეცი, რომელსაც ერთი ბორბალი აქვს მერსედესის და მეორე აქვს რაღაცა ბელორუსის და სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიებია, ჩვენ არ ვიცით, რატო არ იქნება ეს. და ამის გარეშე შესაძლებელი თუ არის თუ არა ნორმალური საორიენტაციო არჩევნები. არჩევნების ხარისხზე არ ვამბობ. ორიენტაციის გარკვევა. პოლიტიკურ გასტრონომში მე რომელი პარტია ავირჩიო? ბატონო მიხეილ, აბსოლუტურად გეთანხმებით. უპირველეს ყოვლისა ვიტყოდი ერთ რამეს, დავამატებდი უფრო სწორად, როდესაც არჩევანი კეთდება, არ უნდა იყოს არჩევანი, რომ აი მესია მოვა გადაგვარჩენს და ყველა პრობლემას მოგვიგوارებს, ესე ვთქვათ, ესე იყო შევარდნაძის დროსაც, ესე იყო მართლა სააკაშვილის დროსაც, მერე ბიძინას დროს, რომ ყველა კრედიტს გადაგვიხდის, ყველა ესე ვთქვათ, გადასახადს გადაიხდის და ასე შემდეგ და არ უნდა იყოს არც ეხლა ესა და ასევე არ უნდა იყოს განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ აი ვიღაცა მომწონს და არ მომწონს. ხმის მიცემა, მოწონება არ მოწონებით, მე ეს არაერთ გზის მithქვამს, ეს არის დამღუპველი სახელმწიფოსათვის. მოწონება არ მოწონებით შეიძლება აირჩიო მეგობარი, ქმარი, ცოლი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოწონება არ მოწონებით აირჩიო, თქვათ, ქვეყნის ლიდერი, ხო? ქვეყნის ლიდერი უნდა აირჩიო არა იმ პრინციპით, შენ ის მოგწონს თუ არა, რისი გაკეთება შეუძლია მას. შეიძლება შენთვის ის არ იყოს პიროვნულად სიმპათიური, რაღაცა არ მოგწონდეს მასში, მაგრამ თუ შენ ხედავ, რომ რასაც ის პირდება სახელმწიფოს, მას შეუძლია ამის
ამის შესრულება, ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. რაც შეეხება იმას, თქვათ, აი თქვენ ერთი კითხვად ბრძანეთ, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მე სხვანაირად თუ მე ვიქნებოდი საქართველოს პრეზიდენტი. ჯერ ერთი მე ეს არაერთგზის მithქვამს, იგივე რუსეთთან ვითარებაში სრულიად განსხვავებული რეალობა იქნებოდა. აფხაზებთან და ოსებთან უკვე პირდაპირ დიალოგი დაწყებული მექნებოდა. მთავრობა ნამდვილად ვერ გაბედავდა იმას, რომ უშიშროების საბჭოს ხდომაზე ვერ მოსულიყო და 2 დელეგაციით და 9 დელეგაციით წასულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და მე მგონი ხა რა განსხვავება იქნებოდა ბურჯანაძე რომ ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი დღეს გაეროში წარმოდგენილი და თქვათ ღარიბაშვილი და მარგველაშვილი რო ამას ხა ელემენტარულად პოლიტიკაში ჩახედული ადამიანი მე მგონი ადვილად მიხვდება. თქვენ შეხედა თქვენ ძალიან ბლიცი უნდა გამოვივიდეს, იმიტომ რომ ვერ ვიკითხები მოამზადე და ძალიან დიდი ვიშრომე თქვენთან შეხვედრისათვის. ძალიან დიდი ხანია ასეთი შრომა არ ჩამიტარებია და ერთი ასეთი შეკითხვა თქვენ თვითონ შეეხედა მე მინდა სწორედ ასე დავსვე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის გადაწყვეტა. მხოლოდ და მხოლოდ გამბედავი ნაბიჯებით, მხოლოდ და მხოლოდ აღიარებით იმ შეცდომებისა, რომელიც უდაოდ იყო ჩვენის მხრიდან დაშვებული და სანამ ჩვენ ამის გამბედაობა არ გვეყოფა, რომ ეს შეცდომები ვაღიაროთ, თუმცა მე არ ვამბობ იმას, რომ მარტო ჩვენი შეცდომები იყო და მარტო ჩვენი ბრალია რაც მოხდა. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ავიღოთ ჩვენ თავზე ლომის წილი, თუნდაც დაუმსახურებლად შეცდომებისა ჯობია და პირველი ნაბიჯები ჩვენ გადავდგათ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ნდობის აღდგენა აფხაზებთან და ოსებთან. სხვაგვარად არაფერი არ გამოვა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში, მე ეს არაერთგზის მithქვამს, პარალელურ რეჟიმში მათთან ნდობის აღდგენისა აუცილებლად უნდა იყოს დალაგებული რუსეთთან ურთიერთობა, რომ რუსეთი დაინტერესებული იყოს იმაში, რომ ითამაშოს პოზიტიური როლი ამ კონფლიქტების დარეგულირებაში. რუსეთს უნდა აწყობდეს, ესე ვთქვათ, დახლეჩილი საქართველოს, ცალკე ესე ვთქვათ, საქართველოს ერთ ნაწილთან ურთიერთობას, აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ურთიერთობას, მას უნდა აწყობდეს ერთიან და სტაბილურ საქართველოსთან ურთიერთობა. ის უნდა დარწმუნებული იყოს იმაში, რომ საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში მას საფრთხე არ ემუქრება და საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში მას ეყოლება კეთილად განწყობილი მეზობელი, რომელსაც რა თქმა უნდა, მისი ესე ვთქვათ, ჯერი პატივი უნდა მიაგოს რუსეთმაც და უნდა ელაპარაკოს როგორც თანასწორს და როგორც ესე ვთქვათ პარტნიორს, მაგრამ ამავდროულად კიდევ ერთხელ სამაჩაბლოს და აფხაზეთის გასაღები მარტო რუსეთშია? სამაჩაბლოს და აფხაზეთის გასაღები არის ესე ვთქვათ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-უსურ ურთიერთობებში. მაგრამ ასევე რუსეთში. ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს ვერც ამერიკის შეერთებული შტატები, ვერც ევროპა, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, მათ არც აინტერესებთ დიდად ეს პრობლემა, მათ ინტერესი ეს არ არის არანაირად და ძალიან ბევრი თავის ტკივილი აქვს, კიდე შეიძლება ითქვას და კარგახანს არ მოიცლიან და ვერც მოიცლიან ამ პრობლემებისათვის. ჩვენ ილუზიებში არ უნდა ვიყოთ. ეს პრობლემა არის მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი და არავისის ხვის. კოდის გიხდით ჩვენი წესების მიხედვით გისმენთ სტუდიაში მოკლედ და კონკრეტული კითხვით. დიახ, ძალიან უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ესეთი შესანიშნავი ქალბატონი, საამაყო ქალბატონი მოიყვანეთ საქართველოში. და ნამდვილად ნინო ბურჯანაძე ბერმა მივეცით ხმა, მაგრამ მოსახლეობა მაინც სააკაშვილის მილიონებს გაუტია ანგარიში და ძალიან სამწუხაროა. ეხლა ყველაფერი ძალიან სხვანაირად იქნებოდა. ქალბატონი ნინო არის საქართველოს რომ იტყვიან დიდება, ქება. თუმცა მსოფლიოში აი ესეთი ქალბატონი ძალიან იშვიათია და გახდეს ასეთი ქალბატონი უნდა გიამაყობდეს. იმიტომ რომ იგი არის ძალიან უშიშარი, რაც ქალბატონმა დიდი მადლობა, მე ბოდიში ვიხდი რომ თქვენს მხარდამჭერს ვაწყვეტინებ სიტუაციას. დიდი მადლობა მისი პოზიცია პირველი ზარი იყო ასეთი დადებითი, თუმცა თქვენ რაც ბრძანეთ, ეხლა ბუნებრივია საქართველოს ფარგლებში ეხლა მოიძებნებიან ისინი ქალბატონ ნინოს, მარტო მიმართულება აქვს რუსეთისაკენ და ასე შემდეგ. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. თქვენ ხართ ხელისუფლებაში. თქვენი წარმოდგენები რუსეთთან დაკავშირებით და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გადაწყვეტასთან დაკავშირებით. თქვათ არ გამოდის ეს საკითხი. ხელისუფლებისათვის, ხელისუფლების შესანარჩუნებლად თქვენ ხართ მზად დათმოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და შეინარჩუნოთ დანართელი საქართველო, რომელზედაც მაშინ რა უნდა ვქნათ? არასოდეს. ჩვენ ერთი რამ არის ბატონო მიხეილ, იცით, არის არაჩვეულებრივი პრინციპი, რომლითაც ექიმები, კარგი ექიმები სარგებლობენ ხოლმე, რომ თუ შველა არ შეგიძლია, არ უნდა ავნო მაინც. და აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში ყველაზე უარესი სცენარი რომ ავიღოთ, რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ, თუმცა მე ვიტყოდი რომ ამ სცენარისთვის მე ნამდვილად არა ვარ განწყობილი. ყველაზე უარეს შემთხვევაში
ევროპაშიც კი თუ შენ დღეს ვერ ახერხებ ამ პრობლემის დარეგულირებას, ის მაინც არ უნდა გააკეთო, რომ შენს შემდეგ თაობას გადაუკეტო გზე ამ პრობლემების მოგვარების. და ის, რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს და მართლა არ ვიტყვი ხა ვაი პატრიოტ, შეიძლება ისინი ასე ხედავენ საქართველოს ხვალ იდეოლოგიას, მაგრამ მე შეგაწყვეტინოთ აქ და ჩვენ გვაქვს რაც ვაი პატრიოტზე და მე მგონი ეს არის ქალბატონ თინა ხიდაშელის განცხადებასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც ძალიან სოფლიო ეთერში განაცხადა, რომ ძალიან სწორი მიმართულება იქნებოდა თუ საქართველოს ნაწილი შევიდოდა ნატოში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, ხოლო სამაჩაბლო და აფხაზეთი გადავიდოდნენ იგივე რეჟიმში, რა რეჟიმშიც იყო დაუშვათ აღმოსავლეთ გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. და ეს მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო არის არაღიარების რეჟიმში. ამაზე ვსაუბრობთ, ხო? და მინდა რომ ეს შეაფასოთ. და სხვა პოზიციებზე. მე გეტყვით ბატონო მიხეილ, ესე იგი, აი ეს პოზიცია რაც თქვენ ბრძანეთ, ახლა მე პერსონიფიცირება არ მინდოდა ქალბატონი მინისტრის, მაგრამ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს განცხადება იქნებოდა იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი. მაშინ რატო არ იწყებს თქვენი პარტია ამ თემაზე ხმაურს? დაუშვათ მამუკა გიორგაძემ რაც შეეძლო ქუჩაში დარჩენილმა პოლიტიკურმა პარტიამ იყვირა, მეორე არის პერსონალური ნოდარ ნათაძე და ასეთი ფიგურების შემორჩენდა. თქვენ გაქვთ ძალა ну ჩვენ სხვა მეთოდებით ვიმოქმედებთ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი, იმიტომ რომ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და ყველა მინისტრს აქვს უპირველესი მოვალეობა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე იზრუნოს და როდესაც რომელიმე მათგანი ღიათ აცხადებს იმას, რომ შეიძლება ქვეყანა ოფიციალურად იქნეს გახლეჩილი, ანუ პრაქტიკულად ნახევარი ქვეყანა ნატოში შევიდეს, ანუ იმ საზღვრებით უნდა აღიარო, ნატო ვერ შეგიყვანს შენ თუ საზღვრები არ აღიარე, ხო, რაღაცა ფარგლებში. ну გამოდის რომ შენ ქვეყნის გახლეჩაზე მიდიხარ, თუნდაც მომავალში რაღაცა ესე ვთქვათ ილუზორული გეგმები გქონდეს, ეს არის პირდაპირ კიდევ ერთხელ გეუბნებით არა მარტო სიბრიყვე, არამედ ქვეყნის აწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება. ეხლა აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ პრინციპული განსხვავებაა გერმანიასა და საქართველოს სინამდვილეს შორის, იმიტომ რომ როგორც არ უნდა იყოს გერმანიაში